ახლა ვართ მარსელში, საფრანგეთის ყველაზე ძველი ქალაქი, რომელიც არის 2500 წელზე მეტი. დაიწყო ჩვენი შემდეგი კრუიზის დღე და ახლა ვართ მარსელში. რადგან ჩვენ კაიუტას არ აქვს პანჯარა და ბალკონი, ტელევიზორზე შეგვიძლია ჩავრთოთ და შევხედოთ ლაივ რეჟიმში კამერას გემიდან. კაიუტები არის სამი ტიპის, როგორც ჩვენი უფანჯრო და უბალკონო, შემდეგი ტიპის არის პანჯრიანი, მაგრამ პანჯრის გაღება არ შეიძლება მანდ. და ბოლო არის ბალკონიანი. რაც შეეხება ფასებს, ყველაზე კარგი რა თქმა უნდა ბალკონიანი კაიუტა, მაგრამ სხვაობა ფასში არის სადღაც 40-50% ვიდრე როგორც ჩვენი კაიუტა, უფანჯრო და უბალკონო. მაგრამ იმდენად ბევრი რაღაცა უნდა მოასწროთ კრუიზის განმავლობაში, რომ კაიუტაში ამოდიხართ მარტო დასაძინებლად, ასე რომ ყველაზე ჩემი აზრით ოპტიმალური ვარიანტი იქნება უფანჯრო და უბალკონო. ახლა მოვედით ბუფეტში, ისევ მე-15 საათზე marketplace ბუფეტში, შევჭამთ და გავდივართ ქალაქში. ავიხეთ სხვადასხვა საჭმელი, ავიხეთ დესერტები. გამოვედით გემიდან, პორტი არის მოშაროების ქალაქის ცენტრიდან, ასე რომ ახლა გვინდა ტრანსფერი ცენტრამდე. ეს კი არის ჩვენი ოზარმაზარი გემი. ახლა ვართ პირველად საფრანგეთში. ქალაქ მარსელში. გამოვედით შატალ ბასში. ორი ბილეთი ვიყიდეთ, მოგცეს ესეთი სახით. ერთი ბილეთის ფასი არის ორივე გზის 17 евро. ბოლო დაბრუნება არის 16 საათი და 45 წუთზე. გამოდის ყოველ 40 წუთში ერთხელ. შატალ ბასმა მოგვიყვანა ქალაქის ცენტრში და MSC-ის დროშა და ბასი გადის კივი ადგილიდან, სადაც მოგვიყვანეს. Ladies and gentlemen, welcome on board the Petit Train de la Bonne Mer. On this journey, you will discover a few of the most beautiful monuments of Marseille. პირდაპირ ეს მატარებელი დგას შატალ ბასის გაჩერებასთან და ახლა ავდივარ ნოტერდამის ეკლესიაში. ბილეთის ფასი 9 евро და გზად ნახავთ ძირითად მარსელის ღირსშესანიშნაობებს. ახლა გავშვერთ პირველ პორტში. მარსელს ქვიშიანი სანაპიროები აქვს, მათ შორის პრადოს და კენედის სანაპირო. ძველი პორტიდან ნოტრდამისკენ მიმავალ გზაზე, კლდეზე არსებულ კიბეებს თუ ჩაუყვებით, იქიდან წყალში მხტომელ დაივერებს დაინახავთ. წყალი თბილია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. Thanks to this 3 kilometers long concrete bench embracing the key line of the Corniche, it is the longest in the world. From here, you can admire the beautiful panorama of the Marseille River chain. ფოტოების გადასაღებად ფონის არჩევა გაგიჭირდებათ, რადგან ერთნაირად შთამბეჭდავია რომაულ-ბიზანტიური კულტურაც და ხმელთაშუა ზღვის პანორამული ხედებიც. Nous voici arrivés à Notre-Dame de la Garde. À partir de cet instant, des petits trains passeront sur le parking toutes les 10 minutes. ამოვედით ასეთი ტურისტული ავტობუსით ნოტერდამამდე. ეს ულამაზესი ტაძარია, რომელიც არის აუცილებლად სანახავი მარსელში და ითვლება მარსელის სიმბოლოდ. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო ამ სიცხეში ფეხით რო არ წამოვედით და ამოვედით ამ მატარებლით, იმიტომ რომ ეს ტაძარი არის ძალიან მაღალ ადგილზე, რომელიც ჩანს მარსელის ნებისმიერი წერტილიდან და ავტობუსით მოვინახულით ქალაქის ძირითადი ლამაზი ნაწილები და გავიარეთ სანაპიროზე. აგრეთვე ვნახეთ ძველი პორტი. ახლა კიბეებით ამოვდივართ და თავარი შესასვლელი.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით მარსელის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილას. ეს არის ნოტრ-დამ-დე-ლა-გარდი, რომელიც აშენდა მე-19 საუკუნეში, მე-11 საუკუნის სამლოცველოს ადგილას და ზღვის დონიდან 154 მეტრზე მდებარეობს. ბაზილიკა დაგვირგვინებულია ქანდაკებით, რომელიც ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს. ქალაქზე კი აქედან ულამაზესი ხედები იშლება. იგივე ბილეთების ბრუნდებით უკან, ასე გამოიყურება ბილეთი. ყოველ 10 წუთში დადის ეს ავტობუსი და ნებისმიერ შეგვიძლია გავყვეთ. ახლა კი წავედით ქვევით. Rappelez-vous, car si la bonne mère protège ses oies à la montée, ჩვენი ბოლო გაჩერება იყო ძველ პორტში. ხოთი მივდივარ ზედნებ ცოტას ქალაქში, რადგან ვარ პირველად საფრანგეთში, გადავწყვიტეთ რომ გავსინჯოთ კრუასანი და ახლა ვეძებთ რამე საინტერესო კაფეს. მარსელი არის საფრანგეთის ყველაზე ძველი ქალაქი, რომელიც არის 2500 წელზე მეტი. მართალია ძალიან გვინდოდა კრუასანის გასინჯვა, თუმცა ნოტრ-დამიდან ჩამოსულებს ბოლო გაჩერებაზე სანაპიროსთან დაგვხვდა მხოლოდ თევზის რესტორნები. ასევე ამ ქუჩებში ძალიან დიდი რაოდენობით თურქი მაცხოვრებლები არიან, რომელთა გამოც გარშემო თურქული რესტორნების სიმრავლეა. ცოტა ვისეირნეთ ქუჩებში და ისევ კვლავ მოვედით პორტში. ძალიან ცხელა. ალბათ 30-35 გრადუსი მინიმუმი იქნება. გავჩერდით ცოტა შევისვენებთ, ყავას დავლებთ და წავალთ შატლ ბასთან. ახლა მოვედით მთავარ საკათედრო ტაძართან. მარსელის საკათედრო ტაძარი აშენდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. აქ ადრე თურმე მე-5 საუკუნის ეკლესია იყო, რომელიც დაინგრა და მის ადგილას ააშენეს ახალი ტაძარი, სადაც შერწყმულია რომანული და ბიზანტიური სტილი. ხოლო უძველესი საკათედრო ტაძრიდან შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი და საგუნდო განყოფილება. მოვედით შატლ ბასების გაჩერებაზე. აქ არის ასეთი MSC-ის დროშები. ზუსტად იგივე ადგილია, სადაც მოვედით დილით. ბოლო ავტობუსი გადის 16:45-ზე. შატლ ბასით ისევ მოვედით გემთან. ეს არის ჩვენი გემი. ახლა თავიდან გავიარეთ საფრთხეების შემოწმება და ავდივართ გემზე. ეს არის ნატალის შემდეგი ფრჩხიალა ყავა და ახლა მივდივართ ისევ ახშამზე რესტორანში. მოიტანეს ჩვენი აპეტაიზერები. ჩემი სალათი და გიორგის თეთრ-თევზის გემრიელობა და რაღაცა. ძალიან გემრიელი სუნი აქ და ჩემსას არ ვიცი. აბა ვნახოთ. კრაბის სალათია. ხლავნა. საინტერესოა. მოიტანეს მთავარი კერძი, ორაგულია. და აქვს თავისი დრესინგი და რაღაც განსხვავებული პიურე. საინტერესოა ძალიან.
Čāņemrieli oragulija. Ročāvāt Bartilši ar mums. Čāņemrielija. Მართლა არ მიჭამია ესეთი გებრიელი. დრესინგი აქვს იდეალური. MasterChef-მა გასწავლა. დესერტზე კი მოიტანეს ასეთი ლამაზი ნამცხვარი. ეკავსიჭა და გითხრა? მაინც რა ქაფებია, იცი? აია. ძალიან სხვადასხვა. სხვა მეკონა მე. ძალიან გემრიელად ვჭამე. დესერტი მართლა საოცარი. რაღაც განსხვავებული. არ ვიცი, ანუ მართლა არ ვიცი რაღაც მართლა ძალიან განსხვავებული დესერტი იყო უზომოდ ფაფუკინაზე და ცობის გარეშე. თევზიც იყო ძალიან გემრიელი. ახლა გადაგვიხეს სურათები სხვადასხვა ადგილებში. ჭყიალებული და ბექი გაბჭყიალებული ერთად. და ხვალ შეგვიძლია ვნახოთ ეს სურათები და თუ მოგეწონება შეგვიძლია შევიძინოთ ჩვენი გემი კი მიდის ესპანეთში. ხვალ დილით გავიხვიძებთ ბარსელონაში. ახლა მივდივართ თეატრში. ნახეთ ახლა შოუ, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და ძალიან კარგად გაკეთებული. ფიქრობ, რომ ჯერ მხოლოდ ამიტომ კრუიზზე წამოსვლა, რომ ყოველ საღამოს ნახევარი საათი ასეთი დიდი სიამოვნება მიიღოთ.
მართლა გაოცებული ვარ. ძალიან მაგარი პერფორმანსები აქვს, ისეთი რომ აი დღე ხასიათს გიცნის. უკვე ტრადიციულად მოვედით ღამის ბუფეტში ხილის საჭმელად. დღეს გვაქვს საზამთრო და ნესი. ახლა გემშვიდობებით და მომდევნო ვიდეო კი იქნება მწხუნვარე ბარსელონაზე.